Hi, გამარჯობა ყველას, მოკლედ ეს ჯანმრთელობრივი ამინდი გვაქვს დღეს და ძალიან ბედნიერი ვარ. დეპრესიული პერიოდი მქონდა, იმის გამო რომ მზე არ მქონდა. ანუ D ვიტამინი მაკლდა, მაგრამ ეხლა დამიბრუნდა ჩემ D ვიტამინი და მეც ენერგიით აღვევს, ანუ რამდენს ნიშნავს კარგი ამინდები ადამიანისთვის, ანუ ნამდვილად თან ბევრს ნიშნავს. ახლა ამით დავიჭერ და კისერს დავაწყვეტავ. Să-ți găcane pâine nervozi mea ca damianț. Chidec minda. Ce hedet? Კარგი დავუკვირდით. ანუ უკლეთ. გუშინ იყო ფებიას დაფადების დღე. ნუ კადრები რა თქმა უნდა გადავიღე და ყველაფერს ნახავთ და იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და ისე ამოვნებთ. ბევრი სურპრიზი გავუკეთეს ბებიამ მათ. ბაბუასაც ეგრე იყო და ბებიასაც ეგრეა. იყო ორჯერ ჩააქრო ტორტი, სანთლები. და მოკლედ იყო ძალიან სასიამოვნო დღე. რომელსაც თქვენ ყველაფერს ნახავთ და ასევე მინდა გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ ეს ჯერ არ გაიკეთებიათ იმიტომ რომ თქვენ ამით არაფერს არ კარგავთ ანუ ორი წამის საქმეც კი არ არის წყალს არ გთხოვთ და პურს არ გთხოვთ და ისა ფულს უბრალოდ დააჭიროთ და მორჩა ნუ თქვენ ამით არაფერი არ გაკლდებათ მე კიდე ძალიან გამახარებთ და იმედი მაქვს რომ დამეხმარებით კიდევ ლუკა რომ აიყვანეს საქართველოს ნაკრებში ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა გუშინ ქონდა პირველი თამაში კიდევ აქვს ორი თამაში სხვადასხვა უცხოურ გუნდთან და მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით რომ ისე ლუკას აქვს თავის საქმეში და თავის საყვარელობაში სპორტისტი დიდი წარმატებები და მოკლედ ძალიან ბევრი კარგი სიახლე გვაქვს მოკლედ ოჯახს და ძალიან გვიხარია ნახეთ აქ როგორი სიმწვანეა ნამდვილად ჩვენთან სეზონი თხილი სეზონიც მოდის რაღაცა ისე ზაფხული თითქოს მოდის და თითქოს ვერ გავიგებ დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს იმიტომ რომ ზამთრის დასასრულები უკვე უნდა გადავალაგო და გადავიდე ზაფხულზე ნელ-ნელა გადავიწყო ეხლა მე არ მეტყობა რომ ზაფხულზე გადავეწყო მაგრამ უნდა გადავეწყო მოკლედ და აქ რა ქვია იმას უნდა იმას ქნა რა ქვია მოვემზადო ნელ-ნელა ამისთვის ახ გაჩვენებთ აქ რა ხდება კამპეტები რომელიც ბებიას უნდა რომ თავის დაბადების დღეზე გამოიყენოს ეს საჩუქრად მოუტანეს ეს რაღაცა საინტერესო ამათ მე მგონი აქ ჩირი მაგრამ ეს პორტუგალი რო შუში ვერ გავიგე ეს რაღაცა კარგი ჩანს და ეს არის მე მგონი ყავის აი ეს გასინჯული მაქვს ტრუფელი მაგრამ ძალიან მწარეა იმიტომ რომ ყავაშია ეს ამოვლებული ეს გასინჯული მაქვს და აი ეს არ მაქვს გასინჯული ეს კი ეს გაბუდღვენი თუ გონი მოესწარით გუშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ბედნიერი დღე რაც კი შეიძლება ყოფილიყო ნუ იმის გარდა რომ გუშინ იყო დეიდა ჩემის დაბადების დღე თქვენ ეს იცით და ჩვენ ყველანი იყავით მის დაბადების დღეზე სადაც ოჯახურ გარემოში აღნიშნეთ ყველაფერი და თქვენ ყველა იყავით ჩვენ მდგორდით ამას გარდა გუშინ რომ მოვედით აი სახლში დაგვირეკა დეიდა ჩემმა უცებდა ნუ ჩვენ ამას ველოდებოდით აუცილებლად მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით ეს მოხდებოდა თუ არა მოკლედ უკეთეს ადგილას გადმოვინაცვლე ხო და გუშინ არ ვიცოდით ეს მოხდებოდა თუ არა ანუ ველოდებოდით ამ ამბავს მაგრამ ზუსტი დრო ნამდვილად იყო ყველასთვის უცნობი და ამ დროს გაისმა ზარი ჩემ ტელეფონზე და ნუ დეიდა ჩემი ამბობს რომ ლუკა აიყვანეს ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე არ მიხსენებია ეს ამბავი გუშინ გავიგეთ და ნუ როგორ ვახსენებდი მაგრამ მანამდე იყო შესაჩევი ტური ზეთ ლუკას აკვირდებოდნენ და დიდი ხანი აკვირდებოდნენ ძალიან ლუკას ნუ სანამ აირჩეოდნენ და რაღაცა და რამდენიმე ერთი კვირა დაახლოებით თბილისშია ბაზარზე და გუშინ ნუ გავიგეთ რომ აიყვანეს უკვე ოფიციალურად და დღეს უკვე ერევანშია თავის პირველ გასულით თამაშზე და აი ყველანი ძალიან ბედნიერი ვართ აი თქვენ უნდა გენახათ უბრალოდ გუშინ აქ რა ხდებოდა უბრალოდ კივილი წივილი ყვირიელი ტირილი ყველაფერი ერთად იყო აი ხო წარმოგიდგენიათ ეს რამხელა წარმატებაა და რამხელა სიხარულია მთელი ოჯახისთვის და თუ ვინმე ჩემსავით არ იცით ეგ ამბავი ანუ რას ნიშნავს შეგიძლიათ კითხოთ მამებს ძმებს ან რა ვიცი ქმრებს მეც დიდად ვერ ვერკვევი უბრალოდ რადგან ლუკა ამ სპორტშია უკვე წლებია ნუ წლები რა რამდენიმე წელია რაც წამოიზარდა მე მიწევს რომ იცოდე და ამაში ყველა საუბრობთ სახლში და შესაბამისად ვიცი თორე მეც არ ვსხლავ ამბავს მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წარმატება და რა თქმა უნდა ვიცი რომ ჩემ დეიდაშულს
ბევრ კარგ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ წინ და ყველაფერსაც აუცილებლად მოგიყვებით, იმიტომ ვიცი რომ თქვენ გაგიხარდებათ, იმიტომ რომ თქვენ ყველანი იცნობთ ლუკას, ეს არის გურიკას ძმა, უმცროსი ძმა, ვისთანაც ვიყავით, ანუ გუშინ დედამის გაუკეთა საკუთარ დაბადების დღეზე, ძალიან მაგარი საჩუქარი, ანუ ამაზე უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ ინატრებდა და აი მოკლედ არ ვიცი ლუკას მძველი მწვრთნელები რეკავდნენ რომ აი ნუ გახარებულები და ნუ არ ვიცი ეს იყო სხვა ემოცია გუშინ იყო მართლა ყველაზე მაგარი დღე და ყველაზე ბედნიერი იმიტომ რომ ნუ არ ვიცი ძალიან ხარია და ძალიან ამაყი ვარ აყავიტირებ ძალიან მიხარია კიდევ ვიცი რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს უკან იმიტომ რომ ძალიან კარგი მოთამაშეა და ძალიან მიზანდასახულია სხვანაირად ასე წარმატებას ასეთ პატარა ასაკში ვერ მიაღწევდა და მოკლედ ვიცი რომ ყველა დამიჯერთ კომენტარებს რა მომილოცავთ და ყველას კიდევ ძალიან დიდ მადლობას გიხდით და კიდე გადაგიხდით არ დამეზარება თქვენ იცით ამიტომ ხო ესეთი მაგარი დღე იყო გუშინ და აუცილებლად მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა, იმიტომ ეგ რო არ გამეზიარებინა ამას ალბათ არ მაპატიებდით, ვიცი. გამოთვლი დასაცვლით მოვედი. ამაში ძალიან ცხელა, ეშტარებს უფრო თხელია, მაგრამ ბოლომდე მოკლეკლავიანებს ჯერ არ გადავალ, იმიტომ რომ თუდად მაგდაც დილი ეს ძალიან ისეთი მოტყორა მინდებია და ძალიან ნადვილად შეიძლება გაცივდე, ამიტომ მოდი არ გვინდა მოვითმინეთ ცოტა და დაველოდოთ ასეთ კარგად გამოსულ ნამდვილ კარგ ამინდებს. იმიტომ მაინც ესე ცოტა თხლად ჩავჭი, მაგრამ ძალიანაც არ გავთამამდი. მოკლედ, ესე. ეხლა ცოტას მოგიყვებით რა მოხდა გუშინ. დილით პირველი მოვიდნენ გურიკა და დედაჩემი, აქ ნახავთ ვიდეოებს. ვერ ვარ ველაპირაკო, მოიტანეს ტორტი, გავშალეთ სუფრა, ბებომ ჩააქრო ეს სანთლები, მოკლედ ოჯახური გარემო იყო, ყველაფერს ნახავთ აქ. რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ლუკა უნდა მოსულიყო, ჩემი მეორე დედაშვილი, მაგრამ ლუკა რადგან აიყვანეს ფეხბურთის, მოკლედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ამიტომ ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ერევანშია აი ბატონი რამდენიმე კვირით წასული, რამდენიმე კვირით ერთი კვირით არ მოვიდა, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა ქვეყნებთან თამაში და ვერ მოვა. ამის გამო და მოკლედ ხშირად თავისი ფეხბურთის წარმატებული კარიერა აქვს. უკვე თავის ასაკთან მიმართებაში არის სულ რაღაც 15 წლის და უკვე ეროვნულ ნაკრებში რომ მიგიღებენ, ეგ უკვე ბევრს ნიშნავს, თქვენც კარგად იცით, ამიტომ ხშირად ესეთ ოჯახურ დღესასწაულებს ლუკა ვერ ესწრება ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის სადღაც არის. მაგრამ თავისი საქმიანობა სპორტი ძალიან უყვარს, ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან მონდომებულია და ყოველთვის უფასდება ხოლმე თავისი შრომა და დარწმუნებულია მომავალში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს და ბევრჯერ მოკლედ შეიძლება დარწმუნებული ვარ რომ მთელი საქართველო გაიგებს აი ამ ფეხბურთელს, იმიტომ ძალიან მონდომებულია ლუკა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი მონდომებულია და როგორ კარგად თამაშობს, ანუ თუ არ გინახავთ ესე ჩემი მოყოლა არაფერს მოგხსენებთ, მაგრამ ერთხელ აუცილებლად წაგიყვანთ მის თამაშზე. ლუკას ეგეთი რამეები არ უყვარს, როცა მივდივართ ვესტრებით უღებთ, ან მასზე ვლაპარაკობთ, აღიზიანებს, მაგრამ ერთხელ მაინც წავალთ. კვირდებით. თქვენი დაბადების დღის ტორტი. ცულა მასზე დაბადების დღის ტორტი აქ ბებიას. დავისებელეთ. თამაზია. ნელიკო, შენი დაბადების დღეს აგონწო? ხარდა, დიას ეგო ჯერჯერობით. მწმას მაც. ბებიას დაბადების დღეა დღეს. აი ახლა დოწერადილი. ენა მუდარეგო. თხილად ნელიკო, თხილად. 76 ჩავთავ შენი ის ჩაიწება? კი, შენ ჩაწერილი გაქვს ჩემი ისა, პაროლი. რა თქმა უნდა, სუფრა გავშალეთ. თითქმის ბებიას დაბადების დღისთვის ეს აღდგომა აი ისინი არ შეიმჩნევთ, უბრალოდ აი ხარისხის არის და აქტივდე. გურიკა. კაჩეჯერ რა უმთია ბაბუა. მაშრალ მაზია. 76.
გურიკა შენ ფოტო მაინც გადავუღედო ჩემი დაიყვნა ყველა რეჟიმმა ერიკომ დაწუნა რაიცის ფოტოს სწავს კაია თუ ცუდი რა ვიცი შენ ბებიას გააკოთა მე დაუდგები გვერდი აი მე ბაბუა კიდე დაუდგება ბებია 76 წლის გახდი ბაბუა და ერთად კიდე ის რამდენი წუთიანი იმას მნიშვნელობა თონია შიშხონა ვიდეოს გადაგიხედა ახლა მას ნანული ხოდი რო ეს ვიდეო მე მინდა ჩემი YouTube-ისთვის გური გაგინდა გურიკა ხარო ასეთია ნეგო თოშკირი და ის მომენტი გადაიღები და რა მიდი ბებია ნუ ჩაკრო მანახე და მე დავჭირე თავს მარცხი ავაძრე მარცხი ავაძრე და ჩინ კარამელი აქდა ჩემრალკი გამოიყურება ბობი როგორც საპატიოსტმა ეს თალკი კიშკაობს აქ რა ტორტი არ შეიძლება შენთვის ტორტი არა უძაღლებს ამ ყველაფერმა რომ ჩაიარა მე მოვიდნენ საღამოს მეზობლები რომლებიც ჩვენი არა მარტო ჩვენი მეზობლები არიან ჩვენი ნაცისავებიც არიან და მოკლედ ბებოს მიულოც 67 წელს ბებია გახდა 67 წლის და ესე დაბადებით ხომ მათაც მარწყვის ტორტი მოიტანეს უგემრიელესი და ესე კიდევ მიულოცეს ბებიას ესო ჩქარიც მოუტანეს და ბავშვებიც იყვნენ და მოკლედ ბებოს ძალიან გაუხარდა და ძალიან ისე პედინიერი და იყო ამ დღით გუშინ აი დაბადებით ხომ არ მგონია მოკლედ ხოდა ესე კიდევ ერთხელ ჩააქრო სანთლები ბაბუასაც ორი ტორტი ქონდა სხვათა შორის კიდევ ერთხელ ჩააქრო სანთლები იყო ძალიან კარგი ხასიათზე და მოკლედ ძალიან კარგი ემოციურად დატვირთული დღე იყო ამის შემდეგ კიდე იყო საღამოს ჩვენთან ერთი მეზობელი რომელმაც ასევე ნამცხვარი მოიტანა ბებოს საყვარელი ნაპოლეონი ნაჭრები უყვართ ეგ მაგრამ ეგ უკვე აღარ გადამიღია იმიტომ რომ რა ვიცი აღარ გადამიღია თორემ კიდევ ყავდა ჩვენ თუმარი გუშინ მროთ ეგ არ გადამიღია ეგ მომენტები მაინც რო იცოდეთ გიყვებით არ ჩამსვა კაი შენაჩექთან გამოგჭრე ვინ ჩამსვა გურიკა შენ თუ არ ჩამსვა ასეთი სიმპათიური ასეთი ბიჭი არა გიხდება შენ ყველაფერი გიხდება ჩემი სიმპათიური ხარ ნორმალურად გადაიღე დედა რასოწონა გორონა რაღაცია მიტა მოდი რაღაცია რაიც გადაგიხადო ეს რამე შოკი მოყავდა მუნე როგორც შენი გამომხარია ფიზო ამგოდა ჭოია რაღაცია ბებიეთ მოტე ხება ჩიმოვანცი ბიჭი ის გაბრე შორენა ახასე იმას ნობე ოსურიზბე არა დინახე ჯილბაში დაგდოს აუ ნახე შემახედა ბაილე რაღაცა გავაწყობ სოფრას ჩქინდო ჯახი რუდად მარჯვეიგზი საიომე შენ მიყიდე მე რაღაცა ხარ გოგო ამ ხელად გამსიკრძეთ მებია კუსტა უყურეთ ო მაგორენ მაზაბაი მეიცადე ბებო აბა ჩვენ კიდო რაღაცები გავაწყობ და რალამაზი სამთლებია ნელადი სარალის ჯუნბილარი რაღაცები მოაქვს ეგო გეგინე ბაღანებს ყუმადა უკვე იქ მონწყუვად დაუდექი ხადელიგოს მოდი თაბა მოდი ახლა სურათი გადავიყოთ მოდი დაჯერდა ესე მე ათნა მე დავდე როგორც იგი ახლა ჩემ დავდე მე მე დაშენ ორივემ დავაკეთოთ არა ბო ათე ბაღანა დაგვინულა სიე ყველასთან ესია ყველასთან თორე შენ რა ვიცი რატოა თიარი ჯერ ასა მიდიდე მოდი და ჩაქრეთ ხა ერთად მოდი ბება უყურე შენ არ გინდა ნიკო ჩაქრობა აქეთ შემოხდეს ერთ წუთი მე რაღაცა მოშურმა ეთიმა შეტრიმა მომი ჩავთონე მოიცა
ახ ეს ამოჩაფრენა ბარბი აქეთ არ უნდა სანთლები და მე მგონი დიმაკი დიგიდა. დიმაკი და კიდე იგი არქანი არ მოქცეულ. არ უნდა და ისინი იმცენ რამდენი ის გაუსწრებ მაიკა რამდენი იზრდება უცარი უძი? ხორანო. ჰა? ვარ ვარა. ნელიკა შიჟე ვაგონ მითინ დაგეს. შემოხელი რა გჭირს დაიბეთ უნდა. ჩიჩი ახლა ჩავახო და მე ვერ ჩავახო. კაცი, დავაი. ეს მომენტი გადაიბეთ ყველა მერხარ. მურე. ის მე რა კიდო ბერა. აბა. შიში ეგოჩ. ახლა მიმღერე. რა დოჩა ი რა უნდა ბებო? კიდე შეხება ეს გადაიბეთ. ლამასლი. ბრეა. მე შეუშალო. ნელიკო ბებია დაბადების დღეა. ნელიკო ბებია იმ ხალხ გრძელი ის არის სახელი ნელიკა მასაბები აგვარა უკვე 76 წელი თუპერია. ბებია. ხოდა ი ვიჯგო ჩამოვდო. ნელიკო მაგარი ვიჯიკა დაი სირ დაიხსნა ახალგაზრდობა და ამ გზაზე მირბოდნენ ის კონდა ამას იქნება აღია ყველაში ბიჭი ბაუ ყველაში როგორ წაიგი მე რა ხება ახლა ვარ უზმას ეყარიჩ კინთუ მაგიო მაგ აზმა ოშმა ჩკინს ხუებს გასა თქვა ამ დღე მუსიკა ჩაგარი რა იზებრუნესის ქოღატო პუატი ჟარნიზდე ვიცამა. და გორონ ჯანტერი გორზმა სერია დიას გორტა ორიჯინალი გორდა მომი მაგაები კონსალი სკოლები კონსალი დო იხარი ბედია დიხანს მძეძაში ნახეთ როგორ ყველაფერი არის გამოყვავილებული კი არა და გამომწვანებული ციტები ტიკტიკებენ ოღონდ მე ნერვოზი მაგ აი ნახეთ ეს შენი კიტრები მოსაყვანე ნახეთ პროსტა რამდენია კეთ თხილი მაგრამ თხილს მე არ ვიცი აფი არაბია წელს ამის იმედა ჩემი მტერი იყოს ყოველ წელს ამ ფაროსანას მე ეს ფაროსანა ხომ მაინც ვერ მოვიშორეთ ჩემი ფეხები არაფერი იქითაც არის კიტრები კი როგორც ხედავთ ჩვენთან უამრავი მე ძალიან დამცხა ამზე და შინდა მოვისროლო აქაც არის აი ესეთ აქ უფრო და უფრო დაიბურება და აქ საერთოდ ძალიან მაგარი ჭრილი იქნება ისინი რომ გადმოვა იქით უფრო დიდი ხეები სადაც არის იქ უფრო მაგარი დაბურულია და აქ არის ძალიან მაგარი მერე შეგიძლია პირდაპირ პიკნიკი მოაწყო ადამიანმა იმიტომ ნახეთ როგორი ბალახს უყურეთ უბრალოდ აი შეხედეთ ამას მე თიბავენ ოღონდ ძალიან არა ანუ ლამაზად და აქ ანუ გაჩვენებთ მე რასაც გულისხმობ აი სეზონის დროს თხილის სეზონის დროს ამას დაბალზე ჭრიან ბალახს რომ თხილი ადვილად ნახონ და იქ ხო საერთოდ ცალკე რაღაცა ხდება ნახეთ უბრალოდ აი არ ვიცი ძალიან ლამაზია აქ არის რა ვიცი აი მე ხა გადავალ თბილისში იქ არ მექნება ესეთი სუფთა ჰარი და ამბები ხედები მოთიბა ეს წინა ბალახი რადგან უკვე საჭირო იყო ძალიან გაიზარდა ქათა იმალება თავის კრუხებიანა წიწულებიანად შეხედეთ რადგან ანუ რაღაცა მაინც რადგან სოფელში ვარ და რამე ხვლიკი და რაღაცები რო არ იყოს მაგის გამო ასე თიბავ და ბალახი უფრო ლამაზად გამოიყურება მე ბალახი უფრო მეყვარს მაგრამ რას ვიზამთ აქ მალე ჩემპიონები გაიშლებიან და აი ერთი სული მაგროდის აყვავილდება იმიტომ რომ მაგრეს სუნიაკ და ჩემი ყვავილია ის საყვალი ყვავილია იმის მერე ვარდები და პიონები მიყვარს გიშდები ამ ვაშს აბია ერნაღება მაგრამ აბია და მიჯერეთ ეს ვაში არის უგემრიელესი ესეთი პატარა ნახევრად წითელი და ნახევრად თეთრი აი რო იქნება გაჩვენებთ არის აქ იყო კიდე სამი ასეთი ხე რომელიც გახმადა იყო აქ ულამაზესი რო ყვავილობდა მაგრამ მარტო ის დაგვრჩა ერთი და აი თელი სამეზობლო მოდიოდა რომ აი ეს ვაშლები წაიღო იმდენად გემრიელი აი ვერ აღგიწერთ აქეთ არის მსხალი აი ჩანს როგორ აბია ამას არ ვჭამთ ხოლმე მაგრამ ძალიან გემრიელი არა და ფაროსანა რო აფუჭებს ყველაფერს აი ვერაფერს ვერ შეჭამ აი მოკლედ ის ხდებოდა რომ ამ თვეში იყო
ძალიან ბევრი ისინი დაბადების დღეები, დეიდა ჩემის, ბებია ჩემის გუშინ, ახლა დამთავრდა. ერთი არის აგვისტოში დედა ჩემის და მორჩა. და მე მარია მომბოდა რაღაცებია თორე, ახლა მგონი ის სერიოზული დღესასწაული არ გვაქვს არაფერი. თუ მე არ ვწდები. და ცოტა ხანი გვექნება დღესასწაულების პაუზა, მაგრამ ვიდეოები როგორც ხედავთ, რომ განვაახლე და გავაქტიური და იმედი მაქვს ამას ძალიან დამიფასებთ და იმედი მაქვს რომ თქვენი ძალიან მოგწონთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს რომ ვაქტიურობ. მე რა ვაქტიურობ მაშინ, როცა მაგ ხალისი. როცა კარგ ხასიათზე ვარ, თუ ხასიათზე ვარ, რაღაცა მუჟამული ვიდეოების გადაღება არ შემიძლია რა გავაკეთო, იმიტომ რომ მგონია რომ არც არავის არ ესიამოვნება ეგეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ყურება, ეგრე მგონია. ესეთი რაღაცა ხდება. აი ჩემ დროს ასეთ დღეს ბავშვები კი არ გავმაზავდით, აქ იყო ხმაური და წიოკი იქნებოდა, მაგრამ ეხა ყველა სახლში ზის ჩაკეტილი კომპიუტერთან, ტელეფონთან. ვინღა თამაშობს ხალხი? მე პროსტო აი ნახეთ რა, ამინდია და როგორი კარგია, მაგრამ კაცი შულს ნუ ისე ცხელა რო ვერც გახვალ, მაგრამ მაინც. მოკლედ თუ აქამდე მიყურეთ, ბოლომდე მიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თუ დამიწერეთ კომენტარი და ასევე დიდი მადლობა თუ გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მე როგორც პირდაპირ ვიქნები ზე აქტიური. მაგრამ ამას არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ნიჟაძე თქვი სულ რაღაც მოხდა. დავაკარგულოთ ხეზე. მოკლედ ეგრე და ვეცდები რომ აი ბევრი რაღაც გადავიღო, ხშირად გამოვჩდე და თავი არ მოგანატროთ, მაგრამ ვცდილობ რომ საერთოდ ყოველ დღეს არ დავდო, ესე დღე გამოშვებით ვდებ ხოლმე როგორც შამჩნევდით ვლოგებს, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტად თავი მოგაბეზროთ და მე ჭირს ხოლმე ეგეთ რამე და როგორც ესე წავეკითხე ბევრს ჭირს რომ აი როცა ყოველ დღე უყურებ ხოლმე იუთუბერს ან ვიღაც ადამიანს, მე შეიძლება რაღაცა ცოტა ანუ როგორ თქვა რაღაცნაირი შეგრძნება დაგჭირს, ანუ არ ეგეც არაა სასიამოვნო ადამიანებს, როცა თავს მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში და ამიტომ ეს ვცდილობ ხოლმე რომ ბალანსი დავიცვა, თან ჩემს ცხოვრებასაც მივხედო და მივაქციო ყურადღება მეგობრებს, გარემოს აუდიახს და რაღაცა და თან თქვენც ჩემი მეორე ოჯახი, მეგობრები და გარემოც იყოთ ჩემთან ყოველთვის ახლოს და ეს ბალანსი არის ყველაზე კარგი ყოველ მეორე დღეს ვლოგის დადება. ეს მგონია. ან ორ დღეში ერთხელ რაღაცა ეგრე და ძალიან მომწონს ამ ბალანსს თუ დავიცავ ბოლომდე, მადლობელი ვიქნები საკუთარი თავის. მადლობელი ვიქნები. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თუ ბოლომდე მიყურებთ. იწერთ ჩემ არხს და მიწერთ კომენტარს, იმიტომ რომ მე ყველა კომენტარს ვკითხულობ, ყველა კომენტარს ვპასუხობ, თუ ვინმე გამომრჩა, ესე იგი უბრალოდ კომენტარი გამომრჩა, მაგრამ შეიძლება წავიკითხე და უბრალოდ ვერ უპასუხე იმ მომენტში და მე გადამივარდა და მე უკვე როცა ეს ძალიან დრო გადის ხოლმე, მე მგონია რომ აზია რა გპასუხს, არ ვიცი, ეგრე მჭირს ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ყველა კომენტარს ვუპასუხო და ეს ვაკეთებ თუ გადახედავთ ჩემს იმგენს. ასე რომ აი მე მიყვარს ეს უკუ ქცევა, ანუ რომ პასუხობ. მიყვარს ეგ არის მთელი მუღამი ეგ არის ამ პლატფორმის, ასე რომ I love you guys.